ხევსურული ნაჭრელას ქარგვის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ქარგვის ამ სახეობისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების ინიციატორია ნაჭრელას ქარგვის ოსტატი, ჟურნალისტი, იმედი ნიუსის რედაქტორი მანანა მჭედლიშვილი, რომელიც დღეს ჩვენი შოუს სტუმარია. მოგზავნით. მოგესალმებით, ქალბატონო მანანა და მოგილოცავთ აი ამ აღიარებას. თქვენ ამ შემთხვევაში არა მხოლოდ როგორც იმედის თანამშრომელი ბრძანებით მოწვეული, არამედ როგორც ამ საქმის ინიციატორი და თანაც ის ადამიანი, რომელიც სისხლისეულად არის დაკავშირებული ამ ყველაფერთან, რომელიც თავად ქმნის და აგრძელებს ამ ტრადიციას. დანარჩენი თქვენ ბრძანეთ, იმიტომ რომ ეს შესანიშნავი ნიმუშები თქვენ მოგვაწოდეთ, თან ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ნაწილი აი ამ ნიმუშებს შორის არის ძველი, საუკუნის ძველის არის, როგორც თქვენ მე ამიხსენით და დანარჩენი კი ახალია და აი ძალიან სასიხარულო ამ ტრადიციის გაგრძელება. კი ბატონო, ნამდვილად მოსალოცი ამბავი არის ხევსურული ნაჭრელას ქარგვის ტრადიციისთვის აი ამ სტატუსის მინიჭება. იმიტომ რომ მარტო მე კი არა, ვინც მეტნაკლებად ერკვევა ამ თემაში, ალბათ დამეთანხმება, რომ ასეთი უნიკალური ხელოვნება, რაც აქვთ ხევსურებს, ამ შემთხვევაში ლოკალურად მართლაც მარტო ხევსურებს აქვთ, მარტო საქართველოში კი არა, რეგიონში და შეიძლება ითქვას მსოფლიოშიც არის უნიკალური და ანალოგი მართლა არ აქვს. დაცვა კი ალბათ იმიტომ სჭირდება, რომ ის ძველი ოსტატები ნელ-ნელა ესე ვთქვათ, მიდიან სულ 1-2 ადამიანია ალბათ შემორჩენილი და იმ ძველი ტრადიციების დაცვით ცოტა გაქარგავს ახლა შეიძლება ითქვას და იმისთვის რომ აი არ გადააგვარდეს, სხვა რამეს არ დაერქვას ეს სახელი და საბოლოოდ ასე არ აღმოჩნდეს გამქრალი, ვიფიქრე რომ კარგი იქნებოდა ამის დაცვა, აი ამ ტრადიციის დაცვა სწორედ ასეთი სახით რომ მიენიჭოს ეს სტატუსი. გარდა ამისა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მეც ვცდილობ ესე ვთქვათ, ოდნავ მაინც მიუახლოვდე იმ ძველ ხელოვნებას და იმ ძველი წესებით გავაგრძელო ქარგვა, რომელსაც აქვს რამდენიმე თავის მახასიათებელი, ასე ვთქვათ, რაშიც ერკვევიან ოსტატები კარგად, მათ შორის არის ფერები, ფერთა შეხამება თავის მხრივ, ასევე წვრილად ქარგვის ტექნიკა, რომელიც არის გადამწყვეტი მის ვიზუალურ სახეში, იმიტომ რომ თუ დაირღვა ეს ყველაფერი, ჩათვალეთ, რომ ხევსურულ ნაჭრელასთან კი არა, საერთოდ ხევსურეთთან ახლოსაც აღარ არის, რაც ხშირად ხდება ხოლმე სამწუხაროდ. ხო, საინტერესო კიდევ ის არის, რომ იმის მიუხედავად, რომ თქვათ, ხევსურეთში ძველი ქალები ყველა ქარგავდა აი ამ ძირითადი წესების დაცვით, ფაქტობრივად ვერ იპოვით ვერც ერთ პერანგს, ვერც ერთ ტალავარს, რომელიც ერთმანეთის მსგავსია, ან მით უმეტეს ერთნაირია. შეუძლებელია ასეთი რამ ნახოთ ხევსურეთში, ქონდათ რაღაც განუსაზღვრელი ფანტაზია, გემოვნება. ახლა გამოგონებლობა ჭირდება ყველაფერზე. დიახ, აი უყურებ ხოლმე მართლა მიკვირს, რომ საიდან ქონდათ ამის შესაძლებლობა. თან იმდენი შრომა ჭირდებოდა ამას, რომ როდესაც ქალი დაიწყებდა, თქვა, ტალავარის ქარგვას და კერვას, დაახლოებით 1 წელი ჭირდებოდა, რომ სრულად დაემთავრებინა ეს სამუშაო. 1 წელი იმდენად შრომატევადი სამუშაო იყო. თუმცა ალბათ ეს ღირდა იმად, იმიტომ რომ ხევსურებს მერე თავი მოჰქონდათ, ვისაც უფრო კარგი ტალავარი და პერანგი ეცვა და ეს პერანგი თავის მხრივ ნაჭრელად ფასდებოდა, ის ასე ვთქვათ, ამაყობდა, ისევე როგორც ვთქვათ, ხევსური კაცი რომ ამაყობდა ფარით და ხმლით, ასევე იყო ერთ-ერთი სიამაყის საგანი ეს ძველი მაშინდელი პერანგები, რომლებიც მათ ეცვათ. მეც როგორც აღნიშნეთ, ვცდილობ რომ დავიცვა ეს ყველაფერი, ბევრი მეკითხება ხოლმე რომ ხო არ ვასწავლი, მაგრამ სამწუხაროდ ამის დრო და საშუალება არ მაქვს, თუმცა მართლა ძალიან დიდია დაინტერესება, მით უმეტეს მას შემდეგ რაც ეს სტატუსი მიენიჭა ქარგვის ტრადიციას, მართლა ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა. მწერენ, მირეკავენ რომ ხო არ ვასწავლი, ან ონლაინ მაგალითად დამიკავშირდა რამდენიმე ადამიანი, რომელიც საქართველოში არ არის, მაგრამ სურთ რომ რაღაც ძირითადი წესები აითვისონ და რა თქმა უნდა, ყველას ვეხმარები, არასოდეს არ თუ თქვა გვიან ნახავ მოწერილს და იმ მომენტში არ მცალი, აუცილებლად პასუხობ ყველას, რომ ეს ინტერესი დავაკმაყოფილო, იმიტომ რომ ფაქტობრივად ჩემი ინტერესიც ის იყო, რომ რაც შეიძლება მეტი პოპულარიზაცია გაუწიოთ ამ ძველ ტრადიციას და ესე თქვა შევინარჩუნოთ და გადავარჩინოთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ აი ამ თქვენი ძალისხმევისთვის და იმისთვის რომ ყველანაირად ხელს უწყობთ აი ამ ტრადიციის გაღვივებას და სული და გულით ვისურვებდი რომ ასეთი დამოკიდებულება აუცილებლად გაგრძელდეს მრავალი სხვა მიმართულებით, ვინაიდან აი ეს ტრადიცია სწორედ ის მკვიდრი საფუძველია, რაზეც ჩვენ ყველანაირი ღირებული ინოვაცია უნდა დავამკვიდროთ. ჩვენი სტუმარი გახლდათ ქალბატონი მანანა მჭედლიშვილი, უღრმესი მადლობა მას. დიდი მადლობა.